NASA-ს ახალი მონაცემების თანახმად, ახლა უკვე 3.1%-იანი შანსი არსებობს, რომ 2032 წელს დედამიწას დაეცეს ასტეროიდი, რომელსაც ქალაქის განადგურება შეუძლია. პანიკა საჭირო არაა, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ პროცენტულობა მაღლა იწევს. ბუნებრივია, სულაც არაა სასიამოვნო უფრო მეტი მონაცემის შეგროვების შემდეგ. შანსი შეიძლება ნულამდეც ჩამოვიდეს. ობიექტი 2024 YR4 პირველად გასული წლის 27 დეკემბერს დააფიქსირეს. ჩილეში მდებარე ელ-სოსის ობსერვატორიიდან. ასტრონომთა შეფასებით სიკაშკაშიდან გამომდინარე, მისი სიგანე 40-90 მეტრამდე მერყეობს. სინათლის ხელწერის ანალიზები მიუთითებს, რომ აქვს სრულიად ტიპური შემადგენლობა და არ წარმოადგენს იშვიათი ლითონებით მდიდარ ასტეროიდს. NASA-ს უახლესი გაანგარიშებით შეჯახების ალბათობა 3.1%-ია. დედამიწაზე შესაძლო დაცემის თარიღი კი 2032 წლის 22 დეკემბერი. ბოლოს, როცა 30 მეტრზე დიდი ასტეროიდი ასეთ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენდა, 2004 წელს იყო ასტეროიდი აპოფისი. როცა დაადგინეს, რომ მას 2029 წელს დედამიწასთან შეჯახების 2.7%-იანი შანსი გააჩნდა. ეს შესაძლებლობა მოგვიანებით გამორიცხა დამატებითმა დაგვრევებებმა. მსოფლიოს უმძლავრესი კოსმოსური ობსერვატორიის ჯეიმს ვების ტელესკოპის მონაცემები გადამწყვეტი იქნება მისი ტრაექტორიის დასადგენად. თუკი რისკი 10%-ს ასწდება. ასტეროიდთა გამაფრთხილებელი საერთაშორისო ქსელი ოფიციალურ გაფრთხილებას გამოსცემს, რასაც მოჰყვება რეკომენდაცია სამზადისის შესახებ გაეროს ყველა იმ წევრისთვის, რომლის ტერიტორიაზეც შეიძლება ასტეროიდი დაეცეს. განადგურების პოტენციალი არა იმდენად ზომიდან მოდის, რამდენადაც მისი სიჩქარიდან 64,300 კმ/სთ დედამიწაზე დარტყმისას. დაცემის პოტენციურ ადგილებს შორის საწყნარი ოკეანის აღმოსავლეთ სანაპირო, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი, ატლანტის ოკეანე, აფრიკა, არაბეთის ნახევარკუნძული და სამხრეთ აზია. კოსმოსური ხომალდით მისი კურსიდან გადატანას ბირთვულ აფეთქებას შეძლებენ. დიდი ასტეროიდი დედამიწას ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ დაეცა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგივე მომავალში აღარ მოხდება. კოსმოსი ქვებითაა გადაჭედილი და მრავალი მათგანი ისეთი ტრაექტორიით მოძრაობს, რომ შეიძლება დედამიწასთან კონტაქტშიც შევიდეს. ერთ-ერთი მათგანია ასტეროიდი ბენუ, რომლის ზედაპირიდანაც NASA-ს მისიამ ნიმუშები წარმატებით აიღო და 2023 წელს დედამიწაზე ჩამოიტანა. არსებობს შანსი, რომ 150 წლის შემდეგ 2182 წლის სექტემბერში ეს ასტეროიდი დედამიწას შეეჯახო. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.